მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია პოლიტიკური კვირა TV+-ზე. გასული კვირის განვითარებულ მოვლენებს მიმოვიხილავ ბატონ ლევან ჩხეიძესთან, ადვოკატი უფლებადდამცველი და ბატონ რამაზ შალეგავაძესთან, ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე. მოგესალმებით ბატონებო. გამარჯვებით. ძირფასო ტელემაყურებლებო, მე პირველ თემას დავიწყებ ესეც, რომ ახლახან გამოქვეყნდა სანქციების ახალი ეტაპი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მაღალჩინოსნებს მიცა, ეს არის ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა. თუმცა იცი რა არის ყველაზე მეტად, რას ვერ ვიგებთ, იცი ძირფასო ბატონებო. მე ერთ რამეს ვერ ვიგებ. რა მიზანი ამოძრავებს ამ სამქვეყანას ჩვენ რო გვაძლევს სანქციებს ან იმ ოპოზიციის საუბრის ჭკუაზე რატო დადიან აქედან რო ჩარბიან იქ და ის არა ქვია, ითხოვენ სანქციებს და ყველაზე მთავარი, ჩემთვის ყოველად მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი, ეს პრემიერ-მინისტრი იქნება, პარლამენტის თავმჯდომარე იქნება თუ ნებისმიერი რიგითი თანამშრომელი სტრუქტურის თუ არასტრუქტურის, საჯარო პირს გულისხმობ, ჩემთვის მიუღებელია და ჩემთვის ყოველად არა სწორი ქმედებად ითვლება სანქცირება მათი. აქედან გამომდინარე, ბატონო ლევან, თქვენთან გადმოვალ პირველი კითხვით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თქვენ რას ფიქრობთ ამ ევროკავშირის სამი ქვეყნის ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთის სანქციებასთან დაკავშირებით პროკურორებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და ასევე მოსამართლეებს რომ იცეს ხელახალი სანქციები. კი ბატონო. მოდი მაშინ ჩავიხედოთ რა ვინ არიან ეს პირები, რა პროცესებში მონაწილეობენ და თქვენო თქვით რა мотиваცია ამოძრავებთ ამ ქვეყნებს რომ ადებენ ასეთ სანქციებს. პირველ რიგში მოგეხსენებათ რომ უკრაინაში განვითარებული ომიდან გამომდინარე საქართველოსადმი ინტერესი გაიზარდა და ევროკავშირში მომწიფდა სიტუაცია საქართველოს წევრად მიღებასთან დაკავშირებით. და გარკვეული მოთხოვნები იყო, გარკვეული შეასრულებელი და ჩვენ უკვე პრაქტიკულად ვიქნებოდით წინ ისე როგორც მოლდოვა არის, როგორც კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პრაქტიკულად უკვე ევროკავშირის კართან მისული ქვეყანა შემოატრიალა ევროკავშირის წევრობიდან უკან შეაჩერა ინტეგრაცია 4 წლით ეს პირდაპირ ამათ განაცხადეს და ამას მოყვა საზოგადოების იმ ნაწილის პროტესტი, ვინც მომხრევართ და გსურს, რომ ჩვენი ქვეყანა ადაპტირდეს და მთლიანად შევიდეს ევროკავშირში და დაუკავშირდეს ამ გეოპოლიტიკურ სტრუქტურას და გახდეს ამ გეოპოლიტიკური სისტემის წევრი, ხო? ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიული პოლიტიკა და დღეს ჩვენ ყავს 51 პოლიტპატიმარი ციხეში. ეს ადამიანები რომ პოლიტპატიმრები არიან უკვე შეფასებული საზოგადოების მიერ ამერიკიდანაც, ევროკავშირიდანაც, ბევრი ქვეყნებიდან წამოვიდა სანქციები და ეს ბოლო სანქციები ციხე რას უკავშირდება. დადგა საკითხი იმ პირების სანქციებისა, რომლებიც არ იყვნენ სანქციებულთა სიაში, მაგრამ რომლებიც მონაწილეობენ იმ 51 პირის პოლიტიკურ დევნაში, რომლებიც დღეს იმყოფებიან ციხეში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ პოლიტიკური ნიშნით და შესაბამისად როგორც ადამიანის უფლებების დამღვრევები, როგორც ტოტალიტარული სისტემის ესე ვთქვათ ჭანჭიკები და ეს ადამიანები უკვე დემოკრატიულ საზოგადოებაში დადგა ევროკავშირში მათ სანქციების საკითხი, მაგრამ დაბლოკა ეს საკითხი უნგრეთმა, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ მოკავშირეს სლოვაკეთთან ერთად თუ არ ვცდები ამ არსებული ჩვენი დღევანდელი რეჟიმისა. და ამიტომ ყველა ქვეყანა მიიღო გადაწყვეტილება რომ ინდივიდუალურ რეჟიმში შემოიღოს სანქციები და ამ შეკუთხით რა თქმა უნდა ჩვენ ხალხს გულშემატკივრობს განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენთან საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ, ჩვენი მეგობრები იყვნენ, ჩვენი მეგობრები არიან და გულშემატკივრობენ საქართველოს, რომ საქართველო წავიდეს წინ ევროპისკენ და ვინაიდან ეს ხელისუფლება მისი ხარდამჭერი ამ სახელმწიფო მოხელეებით, ვიზაც იყო ლაპარაკი, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ადაპტაციას და ევროკავშირში შესვლას და არ ღვევენ აქ ასე ვთქვათ მშვიდობიანი მომიტინგეების და მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებებს, მათ ფუნდამენტურ უფლებებს, აქედან გამომდინარე ეს ადამიანები, როგორც ადამიანის უფლებების დამღვრევები, შეყავთ ასეთ სიაში და მათ გახსება. მათ ეკრძალებათ ამ ქვეყანაში შესვლა, მათ ეკრძალებათ საკუთრების უფლების შეძენა და მათ ეკრძალებათ ამ ქვეყნებში საბანკო აქტივების ქონა. ეს არის სულ ეს სანქციები რაც ნიშნავს. გასაგებია ბატონო.
ეხლა მე გეტყვით ერთ რამეს, გასაგებია თქვენი აზრი, კი ბატონო, მაგრამ მე კიდევ განმეორდები. ძვირფასო წარმოყოლებლობა მე არ მინდა რომ ჩაითვალოს რომ მე კერძებული ვარ ან ხელისუფლების მომხრეთა იგებში ვარ. მე თქვენს კარგად იცით ძვირფასო წარმოყოლებლობა რომ მე ხელისუფლებას გარკვეულ მიმართულებებში ვაკრიტიკებ, რასაც თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვთვლი რომ ის არასწორი ქმედებებია და ვაკრიტიკებ მაგის გამო. და ჩემთვისაც მეუღებელია ის ქმედებები და ამიტომ ვიტყვი ერთ რამეს, აი როგორ რაღაცა ის პატრონოვანი გასაგებია, მაგრამ აი ავიღოთ მაგალითი სიტყვაზე თქვა. გახსოვს ჩვენ რომ იყო მიტინგები საფრანგეთში. ხო იყო? რამოდენიმე ხნის უკან. ხო ჩატარდა მიტინგები, ხო? იქ აი სიტყვის თავისუფლების გამოხატვის საფუძველზე ხო ჩატარდა მიტინგები, ხო? იქ აღიარება უფლებები ადამიანებისა, რომ დაარბიეს მომიტინგეები, ასევე გერმანიაში იყო ბატონოვას მიტინგები და ისიც რომ დაარბიეს. აი იცი ისი კითხვა მინდა ბატონო, თქვენთან როგორც იურისტთან და ადვოკატთან მინდა განმოვიდნენ კითხვაზე. აი კითხვა მინდა ესეთი დავსვა რომ გასაგებია თქვენი პოზიცია ჩვენთვისაც და ძვირფას ტელემოყრობისათვის, მაგრამ რატომ არ მოხდა აი იმ ხალხის სანქცირება ევროპაში მყოფი მაღალჩინოსნებს გულისხმობ, აი საფრანგეთის, გერმანიის და თუნდაც სხვა ქვეყნების, რომლების შიდა ჩატარდა ეს მიტინგები, დაარბიეს მომიტინგეები, სიტყვის თავისუფლება თუ არის. და აღება გამოხატონ თავიანთი სიტყვის თავისუფლების საფუძველზე, თავიანთი აზრი ხელისუფლების წინააღმდეგ, რატომ არ მოხდა ამ ხალხის, ანუ მაღალჩინოსნების, სამინისტროს თანამშრომლების, თუნდაც პოლიციის დასანქცირება ევროპის ანუ ჩვენ ხო არ ვართ ევროკავშირის წევრები, მაგრამ ევროკავშირის წევრები ხო არიან ის ქვეყნები, რატო არ მოხდა მათ მიერ იმ ხალხის დასანქცირება? მოდი ახლა სიტუაცია შევხედოთ. მე არ ვიცი თქო დეტალები საფრანგეთში რა მიტინგები ტარდებოდა, მე არ ვიცი იქ რა ხდებოდა, რა მდგომარეობა იყო, ვინას არ ყოფდა და ვინ არ დაიჭირეს, ანუ ჩემი მხრიდან ძალიან ზერელი ლაპარაკი იქნება. მაგრამ ერთ-ერთი რაც შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ გერმანია და საფრანგეთი უკვე არიან ნატოს წევრი ქვეყნები, გერმანია და საფრანგეთი არიან უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ესენი არიან მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები. აქედან გარბის ხალხი გერმანიასა და საფრანგეთში და ჯერ გერმანიის და საფრანგეთიდან გამოქცეული ადამიანები საქართველოში თუნდაც ძალიან იშვიათად თუ გვინახავს საერთოდ ასეთი და შესაბამისად მოდით რაღაცებს ნუ შევადარეთ ჩვენ თავს რა. არა, სწორედ გამიგეთ, იმიტომ რომ ჩვენ და რაც თავარია გერმანიის სასამართლოს დემოკრატიულობა და მიუკერძოებლობა, საფრანგეთის სასამართლოს დემოკრატიულობა და მიუკერძოებლობა არავის არ დაუყენებია არასდროს კითხვის. ის ვინ გამედავს ჩვენი სასამართლოს დემოკრატიულობა და მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა სერიოზულად დგას. იმიტომ საქართველოს სასამართლოს ძალიან ბევრი გამოცდა. კი ბატონო. ბატონო რა თქვენ რა სიტყვით აი ამ თემაზე? ჯერ პირველ რიგში მე მინდა შემოშალო ბატონ ლევან ჩვენს ხალბატონოს მოგლოცოთ რა მარტი. სულ დამავიწყდა. გილოცავთ ფასებო. ერთო ბედნიერი ხალობა, ბედნიერი დედობა, ბედნიერი ცხოვრება და აი ოჯახები და აი ეს ყველაფერი კაი გუსტოთ ჩვენს ხალბატონებს. ამით ახლა მეორე საკითხი. თქვენ დაეთ ესტონეთი, ლიტვა, ლატვიამ დაასანქცირა. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. დაასანქცირა ჩვენი პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციის მამაკაცები. ამაზე ქართველანდაც ერთი. არ ამკითხე მაგითხეო, ვინ გითხავს სტუდიას, ვინ ტიგის დომარა ხარ, ყველამ თავის მამიდას მიხედავს. ეს ქართველი ხო? ქართული კულტურული ძა. კულტურად უთხრა ამ ხალხს. აძო. დასულები არიან ჩვენი ეს ბედოვლათი, ჩვენი ეს ოპოზიციონერები და იქ ახანებენ ახლა იმათთან და დაასანქცირებს. ის სათო და მაგათ სანქციები. როცა შეიცვალა ხელისუფლება და ვინც ჩვენმა ვინც კრიმინალებად გამოაცხადეს სასამართლომ, ვინცაც განაჩენი გამოუტანა, პოროშენკოს მთავრობა და უკრაინელებმა თანამდებობას დანიშნეს და ჩვენ ბოდიშთა ფეხს დაგვიგდეს. ახლა წავს გონი თვალსწრაფი ზელენსკის მრჩევლად გადაიშვით. აცო, დიჩვე მე სხვაც არის შინაგან მოადგილე ბევრი რაღაც ბევრიც ხო. აი ელემენტარული უპატისმობა ხო იყო მაგი შენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. აი მაშინ მე მეუბნები რომ მე ესე იგი მე დევნი ამ ქართული მაგა დანაშაულ ჩაუდენია და ხა მაგდაკეთებ. ან შეოჯახაშნებულო მეუბნები ახლა ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას. თქვათ, არჩევნებში თქვათ მოგებული იყოს აი 1 მილიონი ქართველი ხო წინამდეგი ხო თქვათ 1,200,000 კაცმა ხო მიეცით ხმა. ეხლა შენ ვინ გეკითხება ლატვიელს საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევას.
ვინ ხარ შენ, რატო ბედა მაგდეს შენ სამშობლოში, შენ ლიტვაში, როდისმე გაზრად მოუვა ჩვენ თალბა ჩაერიოს ამაში? შენ რა უფლებია ვიღაცა ჩამოვიდა ოპოზიციონი და მე მასწავლე ჭკუას არ უნდა გავაკეთო? ჩვენ ბატონებო, ლიტვა, ლატვია, ესტონეთო. თქვენ დროს მოვალ ვანია მოდის წინ. ორაც გეკუთვნით. რა გინდა ჩვენგან? თავისთავს მიხედეთ და თქვენ ქვეყანას მიხედეთ რა. რომ დაცილოა სახელმწიფო თქვენი და მთელი ხანგრძლივი გაქცეული ევროპაში და თქვენ ქალაქებს ვძახიან მოხუცების თავშესაფარს. თქვენ დედაქალაქებსაც და რეგიონებსაც, ბევრი ვიცი, კავრების, რომ დაცილია მთელი ქალაქები და სოფლები თქვენი. მიხედეთ საკუთარ ქვეყანას. დაბა სანცელ თუ არა ხო გაიქცევენ რა თქვენთან ლატვაში თუ არ ჩავიდეთ რა ესენი, აუ, დავღუპულობთ ეს არის რა. ანუ ეს ესტონეთო გამოცხადა თუ არავინ არაფერი არ ქნაო, მე ჯარს გავაგზავნიო. აბა თავშე გავარდილი. მე ჯარი დავეხმარები იმას უკრაინას. მე ტექნიკად ჯარი დავეხმარები ეს მინო ნახევარი. ადი ბიზიკა და მიხედავ საკუთარ თავს. ჩვენ რამდენად მიხედავ ჩვენ ქვეყანას. არა რა შუაშია ბატონო ჩემო ესტონეთი. რა საქმე იკითხავ ესტონეთის საქართველოს ჯართომაგას გას. რა საქმე ჩვენ ქვეყანას ეხმარება. არ არის სად არის საქართველოში? რა კავშირშია? აღარა თავს ვერ არის თავს ავარდილია. რა კავშირშია? თავს გავარდილი და ისა ავარდილი. თავს კი არა. ავარდილი ახლა აღიარეთ რომ. ეს სად არის საქართველოში? რუსეთი ხართ ერთი ბანაკი. ბატონო შენ გეგონოთ. სად არის საქართველოში პოლიტიკა? რომელია ბატონო საქართველოს ბათუმელია ბატონო. ჩვენ ემუქრებოდით ბალტიისპირეთს რომ. რას ემუქრებდით? რომ რუსეთი მოდის. ეს შენია და მაგათა არ უნდა მომდიდარო. ეს შენია თუ თქვენ ემუქრებით ბალტიისპირეთს. საქართველოს ესტონეთს სინაუს საქმეში ნუერევა ბატონო. ნუერევა. საქართველოში მაგას სხვა მოგწონა და სხვა რაღაცა თქვით ეხლა. უნდა გამოვიდეთ რა ჩვენ მიდი. უნდა ჩვენ მომისვლე მე ხوارცენ უხდებაში. უნდა გახდეთ გამოსულიყო საქართველოს საკუთარ ნოტა უნდა გამოდალოს მაგ საქმეზე. ვინ გითხარ როა ჩვენ სინაუს საქმეში. რატო როა ვიღაცა გადამტირი ჩვენ საქმეში. კაი რამე თუ უნდა კაი გურჩიოს. ამოცხადე ხარ. კაი არ გესმის. სად არის კაცო? რომელია პოლიტმანდემარი? ვინა რო საქართველოს აი მაგალითად ხალბატონი მზია. რატო მზია პოლიტმანდემარი? არის პოლიტპატიმარი, რომელიც დაჭერილია პოლიტიკურია. დაჭერილია, იმიტომ რომ რაღაცა სტატია დაწერა პოლიტიკური ნიშნით დაიწერეს თუ პოლიციას გააკეთეს ახლა მაგდომზე. ბელორუსიაში არც ერთი ჟურნალისტი არ არის. ბელორუსიაში არ ვიცი მე, არ ყოფილი ვარ. მე რა როგორ ჩვენ რუსეთში არ არის. მე არ ვიცი და მე რა როგორ ჩვენ საქართველოს კაცო. რა მზია ამაღლებელი ხალბატონია არ მწმი და იჯდეს მაგრამ სიმაღლებელს თავის პროფესიული საქმიდან გამომდინარე არ ძს მაგიზის რატო კაცო საშიში პრობლემა იყო შორაცხობა მიაყენა მაგარჩინოს და პოლიციას ჩაარტყა სახელში და რა მოვიდა იმ პოლიციას შრომის უნარი ვალი გადავწო დაიწო რა მოწოდა ვაც ქვია კაცო შორაცხობა ადამიანი ხელს დაარტყაო და ამიტომ 7 წელი უნდა იჯდეს არ ვიცი კაცო მოსმაზრებით ხემაგი ხო და ამას რა გითხებით პოლიტპატიმარი ქვია 350 ადამიანი რო გაილახა ქუჩებში არც ერთი პოლიციელი რო არ არის დაკავებული 350 მოქალაქე დაემკვიდრება ამებას და სასტიკა ამარხმონულ პოლიტპატიმარი ქვია არც ერთი კაცი არ დაწერა ლოკაში მოდათუნების გულისთვის პოლიტპატიმარი ქვია იმას ვის ბიჭე პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის გულის ხო ადამიანს პოლიტიკურად საქმიანობდა შეგულიხვდა მთავრობა და ჩავსვა ციხეში რა პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა ხალბატონი ამაგლობელი ბათუმის მერიასთან. გამომცემლობით საქმიანობას ეწეოდა ეს ადამიანი. იმ დღეითაც იმ პერიოდში? ეხლა ეგ ადამიანი პოლიციას ცემდა მაშინ გაზეთ რას ნიშნავს? ეგ ცემა არის? ბუძი მე მოგევიგაცო შენა. შემოარტყა არის? შეშო, აბა რა არის კაცო? სად არის ექსპერტიზის დასკვნა? რას ქვია? შემოარტყა რა არის აბა? ჩანს კამერას ეგ ფავად იგა თქვენ მეგევიგე რა? თქვენ სხვა ბატონო ლევან. ბატონო რა. დიდ ბატონს აქცევთ. ბატონო. ვაღდა გატორდებთ. თქვენ ასე გაწყობთ. ბატონზე არ არის კაცო. გაწყობთ თქვენ. თქვენო ქალმა მასე დაგარტყათ, ქალმა. თქვენ პოლიციაში დააჭერინებთ ამ ქალს? ქუჩაში? კიდე ქუჩაში და კიდე სახში. მასეთი დარტყმისთვის როგორ ზია შემო მე არა ვარ საჯარო პიროვნება კაცო. რა მნიშვნელობა ადამიანი ხო ხარ? პოლიცია კაცო. ბატონო ადამიანი ხო ხარ? იურისტი ხარ კაცო, ასე დაბარაგო. ეს მე მეთქვა თქვენ ამბობ კაცი სპიდაბერ ერთ-ერთი სახელმწიფო მაგაჩინოს არის პოლიციის რომელიც არის სახელმწიფო სახე ხო? მოდის მომიტინგე და ხეს ატყავს ერთი ქვეყანა დამისახელებს სოფლიოში რომელიც იმ ქალბატონს არ დაკავებდა და არ გაუშვიდეს და დარტყმის სიძლიერესაც გააჩნია. ას ქვია კაცო ხელი ელემენტარული შეაგინო. დარტყმის სიძლიერესაც. ასო წაჯიკაო მაგაზე ხელი პოლიციელი ხელშეუხებელი ფიგურა კაცო. ის ქვით სხვა რაღაცა თქვით. ბატონო რა. გასასამართლებლად. ბატონო რამას. შესაძლოა მაგით. ამიტომ პრიმალდიგამ მიხედოს პრიმალდიგას ოჯახ აშინებულმა ბალტიისპირეთმა. პრიმალდიგა რუსულა ბალტიისპირეთია თუ მაგად გაშენდა ნაკედანა. ბატონო რამას.
აი ახლა მე გეტყვით ერთ რამეს. მე წინა გადაცემაშიც გავაკეთე განცხადება, რომ მე ამაღლობელის დაპატიმრებას და განსაკუთრებით და ამავე დროს სოლიდარობას უცხადებდი ქალბატონ ზია ამაღლობას შიმშილებასთან დაკავშირებით და აუხსენი მიზეზი, რატომაც ვაკეთებდი მაგ ყველაფერს და დღესაც იმ აზრზე ვდგავარ. მე და თქვენი ბატონებო რომ ვისაუბრეთ, მაშინაც ვახსენე და დღესაც კიდევ გავემეორებ. არაერთხელ მithქვავს ამ გადაცემის ერთ-ერთ რომ მე ვარ ყოფილი პატიმარი. და ბატონობას იცი ისიც ხარ. ბოდიში მოიხადოს რა ხაბატონ გამოვიდეს. თქვა მე თქვა. თქვას თუ ბოდიში შემეშალა. კი ბატონო, მაგრამ უყურე სხვა რაღაცის თქვა მინდა დავამთავრებინე ბატონობას. მე იმას კი არ მოპირისპირდები რომ სისტემაში სისტემური ცდომილება არ. მე რას ვამბობ იცი? ჩემთან ის ყოველად მიუღებელია. ბატონობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. პლუს დამატებით ადმინისტრაციულ კოდექსში არსებობს ის რა ქვია უდანაშაულის პრეზუმპცია. ადამიანს რომელსაც აკავებს, მასზე ფიზიკურად არ უნდა იზალათო. ახლა ეს არის თანამდებობრივი ბრუტალობა, ხო ეგრე ბატონო? რაც სისხლის სამართლის დანაშაული. პლუს ამასთან ერთად. კი ბატონო, იმ ქალბატონმა გაარტყა პოლიციის მაღალ შესასვლელს ხელი. კი ბატონო. კი, ნახე ჩვენ ყველა კადრები. კი ბატონო. კაი, დაიჭირეს. მე იცი რას ვამბობ? აი იმ პოლიციის მაღალ პოლიციის თანაშრომლებმა, რომლებმაც ახალგაზრდა გოგონა ქუჩაში ართრიეს. დედის თვალწინ ნახევრად შეშველი. ხო ათრიეს? ნახეთ კადრები, ხო იყო ბატონო? იყო ბატონო, თქვენ ნახეთ? ის იყო რა ქვია, ქართულ ეროვნულ ჯიგრულ პონჩი ათრიეს და ბატონო, ხო და ვისაც მეუბნები გასვლა. როცა პოლიციელი აკავებს ადამიანს, ხო? არის ძალისმიერი მეთოდია დაკავება, ხო? აბა უთხარ, მომდანდი ბატონო ჩარჯეკ მაგრამ ჩაიდება კაცო. ყველა ხელიდან მოკიდო უნდა აიღო ჩარჯო, აბა როგორ გინდა კაცო? მომდანდი ბატონო ჩაიდება. მაცალე გიგები რა, ვისმენ. შემდეგ კითხვაზე გადავალ, კარგი ბატონო. მე მეორე კითხვა მინდა ესეთი ძვირფასო სტუმრებო დავსვა ეს არის სანამ მესამე კითხვაზე გადავალ, მანამდე მინდა ესეთი რაღაცა ევროკავშირის უშუალო შუამავლობით ოპოზიციური პარტიების გარკვეულმა ნაწილმა ხელისუფლებას გამოუცხადა თუ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება საქართველოში, მაშინ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ. აი ბატონო რამაც თქვენ ამ განცხადებას როგორ შეაფასებთ? ბატონო შავლე ჩვენი ოპოზიციური პარტიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გავიდნენ ქვეყნის პოლიტიკიდან. ეხლა მომავალ არჩევნებში თუ არ მიიღეს მონაწილეობა, გამოიშვა პარტიები, რომელიც მიიღებენ მონაწილეობას ამაში. რომელიც საჯდებიან მეარებად, გამგებლებად სწავლენ სხვა ხალხი მოვა. ერთ 4-5 პარტია ხევიცის იღებს მონაწილეობას, აგერ. გიჩელების გამოიშვა და გახარება შეიძლება მიიღოს და ბევრი გამოიშვა. ესენი რიყავენ თავიანთ თავს. მე არა წამდეგი ვარ, მაგის რომ უნდა არჩევნების გზით სხვა გზა არ დათმობს არავინ რომ ხელახ არჩევნები არ ჩატარდება, გამოუცხლია. ჯობია, ყველაფერი ჯობია დააბრუნდნენ პარლამენტში და მიიღონ მონაწილეობა არჩევნების გზით. არჩევნების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. არჩევნების გზით მერის არჩევნები ხო ქალაქის მერის არის ბატონო. რაიონის განგარშვები არის. იგებთ ყველა რაიონი თქვენ რო იქნება. ყველა განგებელი თქვენ რო იქნება. პარლამენტი რაც გააკეთებს რა. რატო გინდა თქვენ ზარევა? ბატონო მაგრამ იქნება არა მე მომისვლე როგორ კაცო ადგილ არჩევნებში ხო ადგილ არჩევნებში ხო ლაბა მაგრები ვართ ეგრე შვიდო დარჩენ 8 დარჩენ კი ბატონო მომდანდი ისტორიული მაგრამ თქვენ გინდათ რომ უცხოელება უცხო ქვეყნის უცხოები და რაც გვეყნახე უცხო რა თქვენ რაც დახია უცხო იმან რაც გირჩევენ თქვენი პარტნიორები არა უცხო პარტნიორები გირჩევენ ბატონო რა პარტნიორები ჩვენ და მიხარით ჩვენ თვითონ მე სხვა რამეს ვამბობ უყურე აგიხსნა მე ვამბობ იმას, მე არ ვეხები უცხოებას ქვეყნების იმას, არ მაინტერესებს. არც ამ ოპოზიციის ხუშტურები არ მაინტერესებს. მე უბრალოდ ხასები ინგლისასები და დადიებდნენ და უყურე აგიხსნა. პოლიტიკური გამოცდილება ბოლო 21 წლის სტაჟის საფუძველზე გვაქვს ესეთი, რომ დავიწყოთ ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული ხელისუფლებაში რომელი პარტიაც იყო, ადგილობრივ არჩევნებში ყველა მერი თუ გამგებელი მათი ხდებოდა. ყველა მერი თუ გამგებელი. ერთადერთი შემთხვევა იყო წალენჯიხაში ამ ბოლოს რო აირჩიეს ის რა ქვია ბატონო შავლე ხო შევარნაძე ყველა არჩევნებში ერთი მესამე ბოლოს ყველა არჩევნების ბოლოს დაწყებული ვარ კაცო ბატონი სააკაშვილოსაც პარლამენტში არ შედოდან პარტიები ხო მათქებია წვიდნენ მათქებია დათელაშვილი მას ვინაც რომ დაჭრეს ისო დაჭრეს გახსოვს რომ დაჭრეს მანდატო დაჭრეს
მანდ დაჭრეს. მის ფერეს რომ მოვიგეთ, ბარლი ჩამოვიდა, თორე ეს არ შემოდიან ტრანსფერებს ხომ? ეხლა ეს ხო ვიღაცა გვირებს ჩვენ twins. ერთი არჩევნები მანახეს საქართველოს ვისაც თქვა რომ აი თათა ბატონო არჩევნები და პარლამენტში მოვედითო რა. ვინც მოვა ხვალე ხო მე ხო ნაციონალი მოძრაობა ნაციონალების მომხრე არა ვარ ხო? ღმერთო დიდებული, აი ღმერთო დაივიძები ხარ მოიგონ ხო? ორი ხეს საბჭოს, მოგძანდით ბატონო. უმრავლესობა ვისაც დაუჭერს ხარს, ყველა ემორჩილებით მაგას, ხო? მომარჩენებამდე. მომარჩენებში ხმას ვადებ იმას, თუ გვინდა სახელმწიფო კონდეს. ეხლა შენო ბელგიაში იარო, ინგლისში იარო ვითომ და პრიბალტიკაში და ჩვენი უცხოური მეგობრები. ასე გვირჩევენ. სულ შევაში როგორ ვისწავლეთ ჩვენი ჭკუა ჩვენო, სულ უღაცამ და გვირჩიო მთელი ცხოვრება, სხვა შევაჯდები არ ადგას. ანუ მე სულ უცხოური მჩეველი. მიდის სამ გირჩი, ეს მელია, ეს არასანი რა უცხოელი. რატო არ მომთავრებინებ? მე იმას კი არ ვამბობ, ეს სიამოვნებაა. მე ვამბობ იმას, რომ ბოლო 21 წლის განმავლობაში ვინც კი იყო ხელისუფლებაში, ადგილობრივ არჩევნებში უმრავლეს სლოვაკია თითქმის ყველა. ეხლა საქართველოში არის ჩვენი ხალხმა ისწავლა, პოლიტიკურად ძალიან განათლებული ერი ყავს, ხალხი ყავს ეხლა ძალიან. არავინ დღეს ერთეულების გარდა ხო ყველაფერი იცის. ვერავინ რამე დაავალებს. ვერაფერს ვერ დაავალებს. ოპოზიცია მოვა. პოლიტიკურად განათლებული ეს ყაველაშვილი პრეზიდენტი არის ხოლმე. ვინა? მაგრაშვილი არ აურჩევია. განათლებული ეს ყაველაშვილი პრეზიდენტი არის ხოლმე. ხაც არ აურჩევია ხა ბატონო ყაველაშვილი აირჩია უმრავლესობა ირჩევს. ის უმრავლესობა ვინ ერჩია? უმრავლესობა ერჩია ხალხმა. ხო და მე აირჩიე. შენერმა აირჩიე. შემა თავმა აირჩია. პოლიტიკურად განათლებულ ხალხს შედეგად პრეზიდენტად ყაველაშვილი არ შეიძლება. ყაველაშვილი რა თქვენ პიროვნულად ყაველაშვილთან. პიროვნულად აი პოლიტიკურადაც. აი მარგველაშვილის და ხალბატონ ზურაბიშვილის. ორივე ჯობიათი. რითი ჯობია, ორივე ერთ-ერთი ქვეყნის აგენტია, მარგველაშვილი არა. ეს საფრანგეთის მოქალაქე ალბატონი. ქართულის 4 წელი იჯდა, იმიტომ რომ მე-5 გაიფუჭებია საქმე რა. ქართული მაგას არ მწხი არაფერი რა. რა გააფუჭა მითხარ? რა გააფუჭა გვირებს მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, უღრეს დადის თელორბაში და თხრის საქმე. აფუჭებს ყველაფერს. რას? იარ ამერიკაში საქართველოს გაყავდაო. რას? დიქტატურა საქართველოს გაყავდა. საქართველოს ხდება პრეზიდენტის მართალი გონია. სოფლიოს ეს ამ ქალბატონო დაიარება წინა უღად არის აგენტი. რატო უჯერებენ მას და არ უჯერებენ ამას? ის ხალი იყო არის მარკიანი აგენტი კაცო. კაცო რატო უჯერებენ მარკიან აგენტს და რატო არ უჯერებენ? დიდი საკ მაგას პოლიტიკოსი არის მაგის ხო? საფრანგეთის პოლიტიკოსია. ალჟირსთან ლიბიასთან იყო მაგი. ლებში რო იყო კაცო. დითანდო დამუშავებელი გაეროში. საფრანგეთში მაგი ჯერა მაგი ვაკა მაგას შნო ნაკა როგორ მივიდა ტრამპთან. ყველა მოახერხა აქ მაგ ალგოა პოლიტიკურ მაგას. მაგრამ 4 წელი ჩუმადი და ინდოს გამოიყენეს. ანუ გაჯობათ. ინდოს გამოიყენეს. არ აგენტია ქართული არ არის. ინდოს გამოიყენეს. ანუ გაჯობათ. აი დადიწინა უკვე. ინდოს გამოიყენეს და ჭირდებოდათ. ბატონო თქვენ ვამბობთ რატო დასვით პრეზიდენტად მე? ფაქტია აგენტობაში რას გულისხმობ? რატო დასვით? არ აკეთებს საქართველოს საქმეს. გული არ თქვა ქვეყანაზე. ხის რასაც ავალებ მაგას აკეთებს ეხლა საქართველოში. და წავა შეხვდება იქ დაკოქა ასომეგეთი წამოვა დათო უკან იგი დაგე და აკეთებს ახლა ურევს ქვეყანას. რას ურევს? რას არ ურევს? ახსენეთ. რა უნდა? მაგალითად. რა მე ვარ პრეზიდენტი. როგორ მაგ პრეზიდენტი? მე ვარ როგორ პრეზიდენტი? არ მომდ ქვეყნის ხო? ხელა არჩევნები არ მოხდება აქ. არა უცნობ მე ჩვენ ხალხი თანობა უფლებას არ მომწევთ არჩევნებს ჩატარეთ მეორეჯერ. და ეს დაჩვენებს. ომი გინდათ კაცო? არ გვინდა ომი რა. უკანა გინდათ, არ გამოვა. მოვიდა თქვენი ხოშები მოვიდა ეს კაცი ეგერ. სად მოვიდა ეგეთ საკითხი? ამერიკაში მოვიდა და ასე დადის და კუდამიძები და მოგადგათ აგერ. მოგადგათ ეს ისე ვერ გარკვეულია ის ასე. რა გარკვეულია და 5-ზე კაცი ვინო? კაცი გამოვიდა, წავედგინე სად დაშუტებული სოფლიოს. საწყალი გვენერი და კაცი მეუნება რუსიკების ვიცარი მარა რუსო აგინოვო. მე მოსწალაბაგო როგორ დაუჯდე მაგიდაზე პუტინს. ხო? ოდა გინებას დავიდა მაგრამ შუდობას ვილაპარაკოთ. შეიძლება თქვენ ომი არა კაცო რა შუდობა? ევროპა რა შუდობა? ლევანდელი განცხადება მე დაუდგე კი ესა თქვა? რა? ვიცი რა თქვა? ბიჭო
თამაშობს პრეზიდენტი როცა ხარ თამაშობს მაგირო ერთი უფლება მაგათო ერთი მაგაცია რომ ერთი მაგია მაგაშეულია ომი შეაჩეროს არასწორია მაგრამ ომი შეაჩეროს მაგაში ერთი კაცია ვისაშეულია შეაჩეროს ომი ხაინდროები ხარავად დავშედა ხა ტრამპს ვასწავლე გაშიბრა კაცმა რა მილიარდები ბაიდენს ვასწავლე რა მილიარდები სად მიდის სად არ მოდის გაშიბრა კაცმა რა ერობა რესპექტია ერობა თავის თვით უკანეთ კი ვაირობას თავის თვით ერობას უკანეთ ვეუბნება ომი არა ომი არ მიატო გაარძელო ომი რა ბატონო რამას ვიკითხავ სტუდიას ბატონ ლევანსაც მივცეთ აზრის გამო ანუ იომე თუ მაგარი ხალხაცო ბატონ ლევანსაც მივცეთ უფლება ხარ ნაომარი რასთან დაკავშირებით აი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა და უარი ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში ამას აქვს როგორც დადებითი მხარე აქვს ასევე უარყოფითი მხარე მოდი ესე ვთქვათ ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში მე ამას ხარს უჭერდი ამ პროცესს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კი ბატონო ვარ ამ ტალღის მომხრე მაგრამ მეორეს მხრივ მოდი შევხედოთ ამან რა შედეგი გამოიღო ოპოზიციის კვოტა გაინაწილეს ვიცე-პრემიერის დელეგაციებში საერთაშორისო დელეგაციებში კვოტა ვინ ისევ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა შექმნის იქ რაღაცა კვაზი ოპოზიცია ვითომ ეს ხალხის ძალა და რაღაც ევროპული სოციალისტები რო არიან და ამ დროს არაფერს არიან პრაქტიკულად წანაზარდები ქართული ოცნების და ის რესურსი, რომელიც უნდა მოხმარებოდა ჩვენს წარმომადგენლობას პარლამენტში, ეს იქნებოდა ჩვენი ხმები, ასე ვთქვათ, საერთაშორისო დელეგაციებში, ეუთოში, ეს იქნებოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ევროპის ასამბლეაში და შემდეგ, ეს იქნებოდა სახელმწიფო რესურსები, როგორც არის დაუშვათ ფრაქციის რესურსები, რომელიც ეკუთვნის ოპოზიციას, უმცირესობის რესურსი ვიცე-პრემიერი, იმის რა ქვია, სპიკერის. ეს ყველაფერი წაიღო და ისევ იმ პარტიამ, რომელიც ისედაც ხრავს ამ ქვეყანას, ის ჩვენი კუთვნილი რესურსი ფინანსური წაიღეს. ეხლა სხვანაირად შევხედოთ. კი ბატონო, არ მივიღოთ მონაწილეობა მერების არჩევნებში. აი სწორად ძანა ბატონო მერაბაზო გამოჩნდებიან პარტიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას, იქ ხალხის ძალას მიიღებენ მონაწილეობას. ევროპელ სოციალისტებს მიიღებენ და ეთქვენ, აი ამათმა კი არ მიიღეს, მაგრამ აი ამათმა მიიღეს. მე ვარ მე კატეგორიის სხვა ლეგას. ხო, დამთავრდება ამბავი, ანუ შედეგს ას მიიღებთ. სხვათა შორის აი მინდა გავავლო პარალელი თავის დროზე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც თელმა მაშინდელმა ოპოზიციამ უარი თქვა შესვლაზე ნაწილი ოპოზიციისა შევიდა პარლამენტში და ნუ ისინი პრინციპში ისე გამარგინალდნენ რომ დღემდე გამარგინალებულები არიან ის ოპოზიციური ლიდერები ვინც მაშინ შევიდა 2008 წელს და საბოლოო ჯამში ერთ რაღაცას გეტყვით ვინც არ შევიდა იგივე თუნდაც ის გახდა 2008 წელს გულისხმობ იგივე თუნდაც ბატონი ისე რა ქვია მეცეხები ისინი გახდნენ ქართული ოცნების ბირთვის შემდეგ. საგარეიშვილი ერთ-ერთი საგარეიშვილი იყო, მაგრამ ეს კი შევიდა, მაგრამ საგარეიშვილი ყველგან შევაკაც, სადაც ხეის ნახავს, მაგრამ პრობლემა არ არის. მე მიხარ დავანებოთ აი იგივე ეს ახალ მემარჯვენეებში რო იყო და მე ოცნებაში რო პირველი ის გახდა. რა ქვია საგანელიძე. ო საგანელიძე მაჟორიტარული არჩევნები მოიგო საერთოდ ვაკეში 2008 წელს სააკაშვილის დროს უარი თქვა. და საბოლოო ჯამში ის გახდა მე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი. კი, არაფერი იგივე კაბესელია, რომელმაც დაჭრა თავისი მანდატი, სხვა შორის მის კამპანიაში მონაწილეობდი 2008 წელს მე, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციიდან იყრი და კენჭს, მაშინ ყველანი გაერთიანებული ოპოზიციიდან ვიწყავით, ასე ვთქვათ, ნაზარალდებში. და ძალიან ისეთი ბევრი ლიდერი, რომელიც შემდეგ ქართული ოცნების ლიდერები გახდნენ და საბოლოო ჯამში ის ქართული ოცნების ლიდერობაც მიატოვეს და წავიდნენ და ნუ დღეს დარჩნენ ადამიანები არსაიდან მოსული ხალხი ქართული 60 პარლამენტარი ყოფილი ოპოზიცია პარლამენტში 60 ხო გამოვიდა 60 კაცი ის 60 კაცი დღეს ოპოზიცია პარლამენტში ამხელა ძალა იყო რა ეს ხო მე ხარ უნდა ვამოვიდე ეს ხო ოცნების დასასრულის დაწყის ეხა ოცნება მე გეუბნები ასე თუ განგდრეს თუ გაიხარჯებს დროს ეს მარტო დაგიმარა 60 კაცი ამდენი კომიტეტის თავმჯდომარეები ამდენი მაგაში კომიტეტის თავმჯდომარეები ვადგილები მაგას შეეძლოთ შემოყალიბებს სახელმწიფო კომისიები 60 კაცი უცხოელი სიარული მიარული რაღაცა ხმა ტელევიზიები პრესა შენი ვიტრინა შენო ემუშავათ რა საშიძე ხარ რა პონდი ხარ დადიხარ ლიტვია ესტონეთში და აქ ჩვენ გვაგიჟება პოლიტიკური ტრიბუნა თუნდაც პარლამენტი აბა ეს ხარ ისტორია იყო კი ბატონო გასყდა შემდეგ ხო ხალხმა ისწავლა ეს საკითხი ეხლა მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს 101 დღეა დღეს უკვე გადაბმული პროტესტი 101 დღე სოფლიოს არ ვიცი ახსოვს 101 დღე უცნაური ერი ვართ
ყველაფერი გვაქვს ყველაზე უკეთესი და ყველა უცნაური. კაცი გუში გამოდის, ახლა და გამოდის. უწუხებ და ხედავ მე პირდაპირ. და პოლიცია და არის გამოდიხარ, მაგრამ მილიონი ვარ, 20 მილიონი ვარ ხო ვარ. გვაგინებ დედას. ის 20 ხართ. ვიაგინებს დედას. ქუჩაში დგახარო, იმღერი ხართ და სახებები ხართ, ბოტეგეები ხართ, გოგოები ხართ და 20 ბოდის და დედის მოვიდაო, ხო? აი ეს გულთან რა ხდება? მეც ბევრი რა არის ეს? მეც ბევრი რამ გინება გულთან, მაგრამ მიწებთან. მაგინება ისეთი ვიცი, დაგეწევა აღარ მაგრამ. ეს რა არის? ხო, გინება ხო არის, მაგრამ რა კულტურა ეთრე. მე დაიწყე ცემა უკვე რა. ცემა ერთ შეხე დაბეგვა ერთმა მეორე, მესამე მეოთხე დაბეგვა. მე ხუთად მე დაბეგვა და ვინახავ და ასე. რა მაგინება კაცო შენ მე? შენ პოლიტიკა რა არის ეს კაცო? ვიგე მარტო მაგის ძიანებს. დადიხარ ღერი ხარ რა. აიც რა. ვანოთ ახლიშვი როგორ მოყავდა საქმეები. რესტორანი გააძღა იმ დღეს და სიმღერა ეს თვალი ავიდა სცენაზე და ეს იმღერა ეს სიმღერა. რა იყო ეს? ბატონო ვანო, ყველას უყვარხარ, საქმეები კაცი ხარ, მაგრამ მიყვარხარ, აკაი საქმეები ხარ, რაღაცა ერთ კაი საქმეები ხარ. რა არის ხა? მე თუ შემხარად არა ვარ, პოლიტიკის დედაბატები ქართველები ხო ვართ რა? რა იყო მე რომელი პოლიტიკოს მე ვნახე? კარგია თუ ქართველებს მესურვებსაც ემახსოვრებათ ხოლმე რომ ქართველები ვართ. როგორ აბინება თქვენ ხარ თქვენ პოზიცია ქართველები ხარ კაცო, ქართველები თქვენ, დედაღამ უცხოელი ვიღაცა გადამჭირების მოცემული ფული დანიხარ თბილისში კაცო. იღაცა გილჩია რაღაც იმის დარჩენ მოდიხარ იქ მაგას მაინც ნუ ამბობთ თავიდან ბოლომდე ოცნების და ივანიშვილის რუსული ფულით არაბე სულ თავის ფულით ოცნების და ივანიშვილის ამას მაინც ნუ ამბობთ ივანიშვილის თავის ფულით დამუშავარი კაცო და ხო გამოვიდა ის არა ქვია ხოშტარია და ხო განაცხადა ხოშტარიკო ფულით ვაფინანსებდიო აგერ ჟორჟოლიმა განაცხადა აი საიდიო თუ ისე ვის ჟორჟოლიანმა მიმალად კაცო ხო ეგრე გამოვიდა კაცო ეხლა ეროვნულ გამოვიდა ვიღაცა თქვა რომ ყველა მომენტიგებს თუ დღეში მივცოთ 100 ევრო. მე ჩემი ყურს მოусვენე კაცო. საქართველოში მომენტიგებს თუ გამოვიყო თანხებიო და ყველა მომენტიგე დააფერეთ ყოველდღურად და ამალავე მაგენი 100 ევროს მიცემ და ყველა მომენტიგებს ყოველდღურად. 100.000 ევროში? 100 ევროს ერთ კაც დღეში. 100 ევროს. ეხლა მაგათ აირია, რასო არ თვალია ჩვენთვის თუ რა, ეხლა მას იქნებოდა, ეგეთმა იქნებოდა. ყოველდღე რა ვინ აფინანსებს და მიტინგებს? თქვა ისი ფულია ეს? ხო არ ბალავენ კაცო. ამბობენ, რასთან თარობას არ ვაძებთო, გაუშვით და არასდროებით ხარეს. ხო? ეხლა იმით გავლით მოხდება მაგათი დაფინანსება. ყველა ხდება ეხლა უცხოელი ფულით, უცხოელი შეიძლება დაფინანსებს, რომ შეგვეყანაში აყავდა გავსოს თუ დაგვაქციოს. როგორც უკანა დააქციეს ისე. უკანა დასავლეთ დააქციეს. დააქციეს და უკანა დასავლეთ და წახეს და უკანა დაძეთმანეს. დასავლეთ გააგულიანა რუსული და უკრაინა. ეხლა დაგულიანებს. ბატონო ნავას. ეხლა დაგულიანებს რომ ომი არ შეწყდეს. რა უნდა მათ? თემას მე შევეხები ბატონო ნავას. შემდეგ კითხვაზე უნდა გადავიდე. აი ძალიან აქტუალური თემაა, ეს არის აი ამ კვირაში განვითარებული მოვლენები, ეს არის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმე, სისხლისამართლის საქმე და ასევე მისი საზღვრის კვეთა საქართველოს სომხეთის საზღვარზე. საინტერესო ფაქტი ერთადერთი რამეა, მე როგორც იურისტ ბატონო თქვენთან გამოვიკითხეთ პირველ რიგში, მაგრამ ნუ თქვენ შეგიძლიათ პოლიტიკურად შეაფასოთ, მაგრამ მინდა უფრო იურიდიულ გააფერი პოლიტიკურად შესაძლებელი არ არის. ანუ იურიდიული მხარით მინდა რომ ადამიანმა გაძარცვა ივანიშვილი მილიარდი დოლარით და ეს ადამიანი სასამართლომ, რომელსაც თხემიდან ტერფამდე აკონტროლებს ივანიშვილი, გამოუშვა გირაოთი. მე ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ჩამორთვეული დოკუმენტები და ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა სპეცსამსახურების 24 საათი ზედამხედველობის ქვეშ, ჩნდება ავტომობილში, გადაადგილდება ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრამდე, შემდეგ საქართველოს საზღვარს კვეთს სამალავით და ვისაც გადაკვეთილი გაქვს საქართველოს საზღვარი და მით უმეტეს ბაგრატაშენთან სომხეთზე ჩვენი სადახლოს მხრიდან რაკედან იცით რომ ესე არ ხდება რა, აი უამრავი სენსორებია დამონტაჟებული და ყველა სამალავს ხედავს საბაჟო, ხო? და ჩვენ ნახეთ როგორ ესე სიმბოლურად ჩახედეს ბაგაჟნიკში, თქვენ უბრალოდ საბარგულში და უკეთეს და გაუშვეს. მე რაღაცას ხედავ რა, რომ ივანიშვილს რონდომოდა ამ კაცის აქ ყოფნა, ეს კაცი დღეს იჯდებოდა ციხეში. და იჯდებოდა ციხეში გუშინდელამდე კი არა, გუშინდელიდან კი არა. იჯდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და არავინ მას გირაოთი არ გაუშვებდა. აგერ ჩვენ ვხედავთ,
აგერ პოლიციას ხელი მოუცაცუნა ქალმა სახეზე და მისჯილია რა ვიცი რაღაცა წინასწარი პატიმრობა და ადამიანი კვდებოდა ლამის და არ შეუცვალეს ხო საპატიმრო არხი და აქ ივანიშვილის მოპარა მილიარდი ადამიანმა და ეს ადამიანი გამოშვებული იყო გირაოთი ეხლა თქვენ ჯერათ ეხლა ვიღაცა სასამართლოსთან შეხება სასამართლოსთან შეხება სასამართლოსთან ვისაც გაგივლიათ ივანიშვილის მილიარდი მოპარო საქართველოში და სასამართლო გირაოთი გამოგიშვას აი როგორ წარმოგიდგენიათ ჯერ ეს და მე კიდე ეს ადამიანი ჯდება მანქანაში თბილისიდან მიდის სადახლომდე ისე რომ მას არ აჩერებს არავინ გზაში ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელიც კი და კვეთავს საზღვარს სამალავით და გადადის უცხოეთში რა ვიცი ხა მე არ ვიცი ამის იკვით რა დგას კულუარებში მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა ვიცი პირადად თუ ვინმეს უნდა რომ დამაჯეროს მე რომ ეს რეალურად ასია ნუ რა ვიცი მე პირადად ზღაპრების არ მჯერა და ვისაც სულს ზღაპრების დაიჯეროს კი ბატონო რა ვიცი ბატონო ყველაზე საინტერესო ფაქტი ამ თემასთან დაკავშირებით კიდე რა არის იცი ანუ საზღვარი გადაკვეთა ბაჩიაშვილმა ანუ Facebook გვერდზე გააკეთა პოსტი და თურმე ამას ქონია გადაკვეთილი საზღვარი ერთი დღენახევრი თუ ორი დღით ადრე და აკეთებს პოსტს და პოსტის მეშვეობით გებულობენ რომ იმან საზღვარი გადაკვეთა ხო ეს კაცი ორი დღე და ხო ნუ ორი დღე სულ არ გეკეთებინა განწყობილ 3-3-ო მე-4 დღე საბოლოოდ ასვაპირებდით ამ კაცთან მარტივაში ანუ თან სასამართლოს წინა პერიოდი იყო წინა დღე იყო გონ თუ არსები და გააკეთა მაგითონ განცხადება ნუ არ ვიცი ნუ თან მოითხოვა იმანო რომ ისა პირდაპირ გეტყვით ეხა კი შუქდება ეხა მე ოპოზიციურად განწყობილი ვარ ოპოზიციურად არხებზე შუქდება რომ ივანიშვილის სპეცსამსახურების სისტემის სრული კრახი და ჩამოშლა რა კრახი და ჩამოშლა ხალხო აბა ვინმე ჩადეთ ეგრე გადაიც საქართველოს საზღვარზე და განახებენ თქვენ კრახს და ჩამოსვლას მართლა და მართლა ეხა რა ზღაპარია რა ბატონო რა თქვენ როგორ შეაფასებთ ბატონო შავლეხ მე ამ საერთოდ კომენტარს არ ვაკეთებ არა ეს საინტერესო საქმე ჩემთვის და არა პოლიტიკური საქმეა რა უნდა გავაკეთო გასაგებია რა ხა მე რა როგორ გავიდა რა მე რა უნდა მიმარჩილო ხა მე ერთი მოიპარა თუ არ მოიპარა მილიარდი როგორ მოიპარა თუ მოიპარა როგორ წავიდა რა უნდა ვთქვა მე ცუდია მე რა უნდა ვთქვა ხა მე მაგაძე მე ვიცნობ არ ვიცნობ აი რა არის რა გასაჩი რა არის კრიმინალი იყო გააცება იხერთა თუ და გაიპარა თან ისე გაიპარა რომ ვერავინ ვერ გაიგო კაცო ფაქტი ხო სახელზე არ ვიცი რა ვიცი მაგას რა უნდა კომენტარ გავაკეთო ახლა მამაზე მე არაფერი ერთადერთი ის იყო ეს თუ შევხედე მაგას შვენიერია ქართველი ახალგაზრდა ბიჭია მაგრამ მილიარდი როგორ მოიპარა შეჯახაში ნებულო მილიარდი თუნდობოდი კაც როგორ უნდა მოპაროს ეს ხამდე თუ ნდობა გაქვთ აი ქართული სულ ღალატი როგორ უყვა ჩვენ კაც ადვოკატი გეკდება ადვოკატი გეკდება ხო ადვოკატო ჩიო და ბანამდე კაცსა მიგიღო დაღასაკმა ამ ხალხური გაჩვენია მე პარაო ადვოკატი ასეთი მეორე რა განიგო რა გვაქვს ღალატი გვაქვს ჩვენ მგონის სულში რა ასმა გადაგასახმოს ამ ფულგაშოვიეთ მე პარაო გარდი ხარ ფიან რო ყავდა ადვოკატი ხო რაღაცა მეორე მესამე ეს გვაქვს მე გამიგებ შენებლობაში დაასაკვა ვიღაცები და იმათ პარა საბჭოებასთან ეს პარა გვაქვს რაღაცა ჩვენ ქართულში და მოვიშოროთ რა დანარჩენი ხლა ამას უჩვენოდათ მიხედავენ ამ ბიჭს ახალგაზრდას იმახ ეს ახალგაზრდამ პოლიტიკაში ჩაკმო თავი და რაღაცა დააფინანსო ოპოზიცია რაღაცა გააკეთა მაგ რასტორად რაღაცა მოიხედა პოლიტიკისგან ან ოპოზიციის დაფინანსება არასწორია ხო არა მომისმინე ამ პერიოდში ხო როცა კაცთან ხადამუშაობ როცა ამ კაცთან გაქცია და მილიონი გაშვები მილიარდი გაშვებია თუ ამ კაცთან რაღაცა ვერ შეეწყვე კაცობა რა არის ცით გადი გვერდზე რა გადი გვერდზე მოდი კაცობა მაგია ვაშკაცობა მაგია რა აბა გახარია ბატონო გახარია სწავედი ქუჩიდან მოგიყვანე პრემიერი გახადე მინისტრი გახადე და მე ეხლა რაღაცა ჩვენს მოხდა და გახა შემწავლე მოდიხარ სად არის შენი კაცობა კაცო რომელიც შენ ეროვნული მოძებნა ხარ მოდიხარ შენ მე გახადე შენ კაცო მე გაგაცანი ხარ მე დაგსულ ხუთ მინისტრად პრემიერად გახადე რაღაცა ვერ გავიგეთ და გაიწი იმაში გვერდზე გაზ ანგლეს ხევი შენ პოლიტიკოსი აი ბესელი ეკავესელია არა კი ბატონო პოლიტიკოსი იყო მაგი და მაგას შეუულია პოლიტიკოსი ლაპარაკოს მაგი არ მოყვანი ივანიშვილს მე არ მაგის მომხრე არ მოყვანი კიდე ბევრია ასეთები ის პოლიტიკოსები არიან მაგენი კი ბატონო მე სულ დაგაცაკცი მაგრამ შენ ქუჩიდან მიყვანო ხაზგამასნო ისტორიაში ერთად მე რაღაცა ერთმანეთში მემშვენივრად ხდება და მე შემწრამდე შეგროვდა ევროპაში ამერიკაში იარო და საქმე ხარდა შემწრამდე 10 ჯარდება მაგი 10 კაცულში 10 პოლიტიკურში რა ხო განაცხადა кейსი მაქვს ბიზნესი кейსი ჯანდება არაკაცია აქაც და იქაც კაცო არაკაც აქცია არავისთან არ ვარგა 10 პოზიციაში ვარგა 10 პოზიციაში ვარგა
გაიწია ეკერვალიშვილი, გაიწიას მოვიქით. დაждდა იქით კაცი, რაღაცა მოხდა ხო? ერთი უცხო ჩამოაგდე ხათორე, ზის თავისით ავიდა პოლიტიკიდან. სოფლის მეურნეობის მინისტრია, საუბარი? ой, პრემიერი იყო, ეკერვალიძე, ყარა. კვირიგაშვილი. სადა არის კაცი? გადავიდა პრემიერ-მინისტრო, ხალხაშორი ცუდი პრემიერ-მინისტრი არ იყო, შუა კაცი იყო, გაძია გვერდზე კაცი. ძალიან კარგი. შემდეგ თემას მინდა პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა. აი მაგაში 100%-ად გეთაყვით. ეგ არის ჭეშმარიტება რაც ახლა თქვით. ბატონო. ასე არის კაცო. ბატონო ლევან. ასე არის ბატონო ლევან. 100%-ად ეს. მაგაში სრულდება. პოლიტიკოსმა მაგრამ იმის што უნდა ქონდეს რომ საქმე აკეთებიოს საქმე მიწის ზიმან. ეხლა პოლიტიკოსი ეკონომიკის მინისტრად არ უნდა ნიშნო. პოლიტიკა ეკონომისტი იყოს ეკონომისტი ადამიანი. მაგას შეიძლება შეეკამოდო, ნებისმიერი მინისტრი უნდა იყოს პოლიტიკოსი. მინისტრი გუნდები, ეკონომისტი საქმიანობა გუნდები. საქმიანობა უნდა იყოს პოლიტიკოსი. საქმეში პოლიტიკოსი ნიშნავს უნარი კონდეს მიიღოს გადაწყვეტილებები, ხალხი აღასრულოს ეს გადაწყვეტილებები და მე პასუხი აქვს ამ გადაწყვეტილებებს. კი ბატონო. მოიწვიოს სპეციალისტები, მოიწვიოს ხალხი. კი ბატონო. მაგრამ დღეს ყავს მასეთი ხალხი. სოფელში, რაიონებში. სოვიეტის სპეციალისტები არიან იურიდიული განყოფილება, გაგონინა? იურიდიული განყოფილება. მე მეც გეტყვი, დღეს არ აქვს ჩვენ პოლიტიკოსები ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ივანიშვილს არ ჭირდება პოლიტიკოსი. მაგრამ ხო ყავდა კაცო, კაი, აი შემო ივანიშვილს გადა. მაშინ ყავდა კაცო პოლიტიკოსი. უნდა იყო პოლიტიკოსი. კი, კაც ბარამიძე და ის არა, ის ბარამიძე პოლიტიკოსია, შეიძლება მოგწოდეთ, არ მოგწოდეთ, მაგრამ პოლიტიკოსია. კი, პოლიტიკოსია. და ბიზნესს არ ჭირდება პოლიტიკოსები. პოლიტიკოსები. თვითონ არის პოლიტიკოსი. თვითონ ასრულებს ყველას. თვითონ ასრულებს ყველაფერს. კი ბატონო. ბარამიძე პოლიტიკოსი იყო, ბოკერია პოლიტიკოსი იყო, ესენი პოლიტიკოსი. გავიგეთ. მაგრამ ისეთი მინისტრები ყავს. თამარა მაგარი ეს მე მაგათთან მაგრამ მომდო ძალიან წინამდეგი ვარ ბოკერია და მეუღლე ჩერგულეშვილი. პოლიტიკურად. როგორც პოლიტიკოსი, როგორც საკუთრებით ძლიერები არიან. ხო, მაგრამ მე სხვა რამე. ნაციონალურობაში უძლიერესია ჩერგულეშვილის და მაგიც. ხო. კი, მე არ ვარ მაგით მომხმარა. მე სხვა რამე. პოლიტიკას კი ბატონო, პოლიტიკოსები არიან. ასევე სააკაშვილის გარშემო ყავდა ისეთი. აბა პოლიტიკოსია კაცო ხაზარაძე მამუკა? ხაზარაძე პოლიტიკოსია. ხაზარაძე პოლიტიკოსია. არა, ის ბიზნესმენია. საქმე აქვს პოლიტიკაში. ხო, მაგრამ ახლა ყველაზე დიდი ბიზნესი. რა საქმე აქვს და? მიხეილი, ბატონო მიხეილი, სააკაშვილი. პოლიტიკოსია, ძლიერია. კი ბატონო მიხეილი. ბევრი არიან. ისინი მიყვებიან საქმეს გაახარეს. პოლიტიკოსები ძალიან ბევრი ყავდა ბიზნესში ივანიშვილის თავიდან გვერდით. ძალიან ბევრი ყავდა. ყავდა კი. მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიტიკოსთან ურთიერთობა, ნიშნავს პოლიტიკურ ურთიერთობას და ბიზნესს არ შეუძლია პოლიტიკაში პარტნიორული ურთიერთობა. აუ, ეხა ბიზნესა მიდის და თქვა კაცო, ათი ბიბდივარო, შემიგვარი მესმომელი და ყოწი ბიბდივარო და ათი რაც ნახავს არა. მაგას ვერ მივიღებ ჩვენ ბატონლებმა. რა გვინდა ჩვენ? ის პარტია ის ხალხი არ მინდა ნორმალური მოვიდეს ნორმალური ქვეყანაზე მოფიქრალი, ხანზე მოფიქრალი მთავრობა. სხვა დამოკიდებული კი არ მინდა კაცო. მეცდა შევთვალე ედეგი ხარ მინდა მეცდა ხალხზე მოფიქრალი ქვეყანაზე მოფიქრალი გამოვიდა ხაზარაძე და ამერიკასო შევთავაზოთო ჩვენი პორტები და მე ხო შევთავაზო საბადოები უკრაინამ ეხლა ჩვენი შევთავაზოთ აბა არ გინდა მეცდა მისაცემი შენთვის ესაა პოლიტიკა ბიჭო ეგ არის პოლიტიკა და გეტყვით რატო ეხლა რეალურად რო ამბობს ხაზარაძე ამას ხო დღეს იმპორტში რომელიც ლაპარაკი ამერიკას მიცეთო დღეს იმპორტში ზის ჩინელი ინვესტორი და ჩინეთი აკონტროლებს. ხო, მაგრამ ჩინეთი რა არის? მე ახამდე ბატონო რა შენახავთ ამერიკა მოგწონთ ვიზელი ამაგვი. თვითონ ხაზარაძე რო აკეთებდა იმას, რამდენი წელიწადი აკეთებდა რითი ვაღარ. ბატონო შოვა ფული გათუ 400 მილიონი დაფული იყო მან. ეს სხვა თემა არის. რატო არ გააკეთა? გითხარ რა გააკეთა? გითხარ რა გააკეთა? გითხარ მე ჩემი ატო გააკეთა და მან კეთება ერთი საქმე, რუსული საქმე. რუსული საქმე. აქ რო ვინმე ფული ჩადებულიყო, ეს რო აშენებულიყო ხო? ვის ფული ჩაიდებოდა ის მაგას დაიცავდა და რუსი ეხლა თუ რაღაცა რო რუსებას წაიღ თქვი მაგის გაცემებში ეს როდება ორ ვარიანტს ჩინეთი თუ მოვიდა რუს ხელმე თუ რაღაცა მოხდა თუ აერია მოხდა ჩვენ რუს შორის ეს სამეგრო დანაკლია რუს უნდა თვალი უდოს და ეს ხაზარაძემ და ძმანმა მისმა ის გააჩენეს რაღაცა უშერებენ ამაზენი რაღაცა როდებოდნენ აქედან ეს რუსეს უნდა ხალხო ეს ამიტომ რა 400 მილიონი დოლარი რა გახდა 400 მილიონი ეს აშენებულიყო 24 აიღებდა ბატონო ამერიკული ჯარი გამოიყვანა აფღანეთიდან ამდე 400 აიღებდა აქედან რამდენი ფული გავიდოდა აქედან რა გახდა 400 მილიონი აქ რუსული საქმე კეთდებოდა ამათან რო იხედა და ჩინეთიდან ვერ წავა თორე რა ამერიკას ეს ბიზნესმენს თქვა ანტებული არ არის ეს არ ანტებული არის
თქვა თავიდან. არარენტაბელური არისო. მოგებონი არ არის იყო ლაბორატორი მაგას თავიდან. მე ეხლა გამოჩა, ეხლა ომამ გამოიტანა ეს რომ მაგარი ადგილია თორე მამამდე არ იყო საინტერესო პონტი ეს. ანუ შენ იმას ამბობ ბატონო. რუსული ინტერესი იყოს არა შენდა მაგი. ანუ თქვენ არა ეგ რუსული არა შენდა მაგას შეთანხმება. ინტერესია. უნდა რუსული ეხლა ჩინეთის ინტერესი როა რუსეთი ვეღარ იმეფ. უკვე ვერ დევ ეს თუ რაღაც საქართველოს დაძაბული იქნებოდა და შენ შეგიტყოდა რომში. როგორც ხა მოლაპარაკეს ამერიკასთან და რუსეთთან უკრაინას იყოფენ ისე ამა სამეგრელოს დამპორტ მისცემდნენ ისე გადაუგდებდნენ რუსეთს. გავიგე ანაგრით პორტ საუზგულ საკუთარ ფოთის სამეგრელო იქით წავიდოდა აქეთ ესენა იღებდა და იყოფენ ხო ისე იყოფენ რუკმაშენ ეს ხალ ყოფენ. ასე იკითხებია უკანასი გაყოს იქით აქეთ საბადო მომენტში კაც მომიდამაწყებია და მაგის დამღუბე და საბადო მომენტში თორე არ მოწყვიტ კაგონილა კაც ესა უპატონო ქვეყნის ბედი. იმიტომ არ აღშენა მაგი ხაზარაძე. ხომ არა სამაგერო დიდი ხანი მიმდინარეობდა და უამრავი ფული დახარჯეს მაგაში და რაღაცა იყო თამაში რაღაცა 200 მილიონი ვიდეო. და შემდეგ კითხვა მინდა დავსვა. აი ბატონო თქვენთან განმოვალ ეს არის წინა კვირაში განვითარებული მოვლენები, რამაც სოფლიო სივრცე მოიცვა ეს იყო ზელენსკის ვიზიტი ოვალურ კაბინეტში და ასევე ტრამპის რეაქცია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან მიმართებაში. აი თქვენ ყველა კარგად უყურეთ რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა, რა როგორ იყო, მაგრამ აი თქვენი აზრი ძვირფას ტელემაყურებელისათვის მეტად საინტერესოა. თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ სიტუაციას, რაც ჩვენ წინა კვირაში ვნახეთ? ბატონო ჩავლებ. ხო იცი მე არა ვარ ზელენსკის მომხრე. ბევრი გასაგები ძეძების გამო. არასდროს მოგვექცა ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ზეთებს, ჩვენ სახელმწიფოს რაღაც ერევა იმ საკითხებში რაც არ მჩარეულ ჩვენ არა ვარ მაგის მომხრე, მაგრამ ერთი თან ხო ტრამპის მომხრე ვარ, ისიც ხო იცი, მაგრამ ხო ტრამპის და ის იმედად ვარ, ეხლა კაროჩე რომ იმედად ვარ, ქვეყანას მიხედავს, სოფლის მიხედავს. ესეც ხო იცი. მაგრამ მაგ მომენტში ისე შეხასება რომ მივიდა. ალოდინესო და თუნდაც შევიდა და დაჩაგრეს კაცი რა გავიგე როგორ მოექცენ ხო ამ ხალხს მომი ვინ დააწყებია მაგას ვინ დააწყებია და ამერიკის ინტერესმა და ევროპა ხო მაგ ორი თავი ქონდა მაგას მაგა ხო ხო მაგრამ თვითონ ხო უთხრა იმ ვიცე-პრეზიდენტმა ის სამურის ხო ჩენილი ხო იმათ ხო იმითი ზარით ხო აფინანსებდა მე ეს ამ ტექნიკას ვაძებდნენ ამ ფულსო ეუბნებოდა ისა ტრამპის წინამორბედი ბაიდენი რო ეს იარაღი ყველაფერი ხო ის იყო გრანტად აძებდა ხო ამას ხო კანდიდატ რაზედა მაგენ იარაღს ამას ხო არავინ არის თუ რამდენი მოდიოდა ხო იქიდან ეხლა შენ მეუნები მე შენ რა შემოგეცი ეს კრედიტი არის აქედან მომონე უკანო და მეჭიმები მე შენ როგორც ლექციები როგორც ჭეკლასის ქვეყანას აი სამართალი გაიგე დიდკაცთან პატარა კაცთან რაღაც სამართალი და ხო იცი ხა მაგ სიტუაციაა რა გერი დაკრავი ხო ესე არა ხო მაგრამ სხვათა შორის ძალიან სულ მდგომარეობაში მაგრამ კი გასაგებია ზელენსკი მე თავიდან მოეთოქვა და რაღაცა მაგრამ ეხლა ლაგდება რა ტრამპი ამბობს კაცი რომ ერთადერთი მე ვარ სახელმწიფო მთავარი რომელსაც შემიძლია ომი შევაჩერო კი ბატონო ევროპაში 10 სახელმწიფო არ შეუძლია ყველა ჩართულია ამ ომში ყველა სახელმწიფო ჩართულია ამ ომში და ვერც ერთი ვერ მივა პუტინთან და ვერ დასწრებს ამას მოსაბაგრებლად ხო მოუწოდა ეხლა განმუხტვასთან დაკავშირებით კი ბატონო განმუხტება ვერავინ მოუწოდებს ერთი კაცია ტრამპი რომელსაც შეუძლია ომი შეაჩეროს და ეს გაგრძელდება რამდენიმე წელი კიდევ და ამ პერიოდში ეუბნებიან რომ რუსეთზე ხა მომაწოდა იარაღი და რუსეთს წინამდე რომ თქვა რამეო მე პუტინს მე როგორ დავსვავ მაგედაზე კაცი ამბობს ხო გაგმომის მოჩენა გინდათო ხო კაცო უთხრა კი ბატონო გინდა არ გინდა ისე თუ არ გინდა უკან დამანებე თავი მე ვაფშე ნატოსთან გავალო და ვაფშე გავიწევიო რა თქვენ თუ მოჩენა უნდა დაგინდათო მე ასე დომში იღუპება ხალხაზდებიო რუსეთში კაცო რუსეთში სამხედრო კომისარიატებში რიგი დგას არ მიყავთ არ მინდიღარო ხალხი მიდის სამწე რომში მიდივარო და უკრაინაში ქუჩაში ჭერენ ხალხს უკვე რესურსი არა აქვს ხალხის ევროპა ეუბნება მოშალს კი არა იერარქს მოხსება უჭო ორი კაცო ჩხუბობს მიზაშვილები შენ დანაკე უნდა მის უნდა გააშველო ხო შუაში ჩადგა და გააშველო გააშ დანა უნდა მიცე კაცო დაწყობა რომ თავი გაჭირებია რომ ვაი და აქედან შემომიდიოსო ხო უნდა უკრაინის ხელით დააქციონ რუსეთი არ გამოვიდეს ამბავი ხო ღმერთმა ხნა რომ ისო არ მოვიდა დემოკრატები ამერიკაში და მოვიდა თურქები და შეუძლია შეაჩეროს თურქები დემოკრატები მოსულიყო მე სამწუხაროდ განდებული იყო ხო კი ბატონო
გარდებული თურქეთმა ცოტა თამაშა უკვე. თურქეთმა ცოტა თამაშობდა ახლა. თურქეთს არ უნდა ამოშიჩერება რაღაც ომის. აბა ყიდის იერას და პლუსს რომ უნდა ამას. ხო, ყველა თავის ხებოდება. მაგრამ თურქეთმა განსაკუთრებული როლი ხო ითამაშა საომარი მოქმედების დროს 2022 წლის პერიოდში. კი და ეხლა თამაშობს რაღაცას და უშტო თამაშობს. არა, მაგათმა. ერთი ტრამპი ახლა ღმერთმა მოავიდა ტრამპი. მაგრამ თურქებს ამერიკელებთან ხო ურთიერთობა ცუდია. ცუდი ეხლა სხვა არის. ეხლა ცუდა. არა, მანამდე ხონდა. ეხლა ტრამპთან გაგავლი არა, დარწალი ამის უჯერ. ტრამპი სოფლიოს ჩაუჯდა მოავლინა რომ აი რამხელა მილიარდების სადმინის დასაკეთებად რაში ხარჯება ფული რა კაცმა თქვა ყველაფერი ხო ეს ზომი რა ყველაფერი თქვა ყველა სახელმწიფოში რა ხდებოდა უკვე დაიწყო ყველაფერი თქმულია ხო ერობა რა საკეთებს თქმულია ერობა ხო საგრად აბსტრაქციაში არიან რა რა უნდა დაზერარიან რა უნდა და საფრანგეთი გამოვიდა მე დავიცავ ერობასო 200 ქობინია 200 ქობინი გონია გაჭირო 200 ქობინი 500 ქობინია კაცო სამაგიეროდ ეხლა გამოვიდა ინგლისის ახალი პრემიერ-მინისტრი და განაცხადა 3.9 მილიარდ ფუნტს ვაძლევო რაში ყოფილის კაცო 500 მილიონი ფუნტი 350 მილიარდი მოგეციო კაცმა ვქა 500 მილიარდი დახარჯულია ფული და ნახვა უკვე წაიღეს უკვე ეს ფული შველის 9 მილიარდი შველის არ შველის მაგრამ ეს ფული შველის არ შველის მაგ საქმეს ხო ცნობილი ჯოხარდუდა ის კავკასიის ხო ჩესტემი მაგარი კაც მაგარი მეომარი კაც მაგრამ ბერიომა რუსებს ხო მაგარი კაც ხო ერთი თქვა მაგრამ ერთი რაღაცა ერთი ვარიანტი არისო რუსეთი შეიძლება წაიქცესო უკრაინასო გადავკიდეთო სხვა რენდერებს აქცევ აი ის გაითვალისწინეს ევროპა უკაცო მაგით კაცი გეძებს იყო ერთი ვარიანტი არის დაგითხოთ კიდე მაგას ერთი შემთხვევა შეიძლება დაუშვათ რომ თუ როდესმე უკრაინა და რუსეთთან წააგედესო და მთელი მსოფლიო დაეხმარაო უკრაინას ერთი ვარიანტი არის რუსი დაიქცესო აი დადებოდა ამ საქმეს კაცო ეხლა ომის შეჩერება უნდა ომის პარტიას უნდა ომის შეჩერება რამხელა ხალხი მუშაობს გუგუნებს მილიარდი ვიჭრება მოდის ტექნიკა რუსეთისგან რუსები ამაწვავს ბომბებს რუსეთს ამუშავებს წარმოებები და მიდის გამიჩი გამატა იარაღიდან ჩამოწერილი ეს ჩამოწერილი ყველა ჯართად იქცა უკვე მთელი ევროპამ ჯარდაქციის სამდაკაცო დონეზე სამსაკონია და საწეღო დარწმუნდა გონი ამერიკას ვიეტნამში გამოყენებული იარაღის გამოვიტანეს იქ BMP ადინები გამოგზავნია იმას ბულგარეთს BMP ადინი თუ რაღაც გამოგზავნია ტრამპი შველა არის დღეს სოფლიოს რომ შეუულია ერთ ადამიანია რომელსაც შეუულია ეს ომი შეაჩეროს ხალხო დღეს განახეს მარიუპოლი ნუ მყურე არა არ მეგურები ქალაქი მარიუპოლი გადაიღო ტიპმა და გადადო იმაზე Facebook-ზე კონტაქტები დახებონ ქალაქი აშენებულია კორპუსების უმრავლესობა გალამაზებული ხან რუსები გახალამ მუშაობა მიდის დაკრობილი ტერიტორიები რუსებს აღგზის პროცესს გადიხილავს რუსი ხალხო აი ჩვენ ქართულებმა მაინც არ ვიცი უკრაინამ არის ის რუსეთია რუსი არ დათმოს რუსთან ომი მითქვა კაცო იმანა თქვა ლენინმა თქვა რუსი წვით ვერ გაუგებ ხო უმანი პანია რუსო ხო რუსთანო წვით ვერ გაუგებ რუსო ოტო ბისმარკი იყო და გერმანიაში შეგვიძლია მან დაიბარა თავის ვერ დაუბარა ჯიშ რომ მის დღემში არ იფიქროთ რუსთან ომთანო ომდეოდა რუსთან ომს სადუ გარგაირო ტვინშიო რომელი ომი ვინ მოიგო კაცო ნახავარ რუსი გაწყდება გეუბნები რიგები არისო კომისარიატებში გას უკრაინაში რა ხდება იწერე ქუჩაში ბავშვი იწერე რუსის ბიძს არავინ აღარ ყავს ამ უკრაინაში ჯარისკაცები და ვეღაუნაზე იყო წივიან ბავშვები სიგულისთვის რომ ერობამ გაიგე ნედლეული წაართვა რუსეთს ობიატო ეცი რუსეთ დაიშალოს და რუსეთს დას ნედლეული აქვს ის ნედლეული და გამოიყენო ნავათმა თავის კათედრების გრის როგორც ამერიკა იყენებს უკრაინას ვეუბნება ის მომენტში საბადო რა ამის უცალია ხაცი თქვა ხადა ხამეში რა ძილფას საბადო რაღაცა ხორია ხო ამის ხალია რადი ლითონის საბადო არა რაღაცა ძილფას რაღაცა არის მან მუსიკასება ჩიპები კეთება მაგის განა ის მომენტში აქეთ კი წაიღე რა არის დამგობე დამაქცია და რაგი და ინკონია გინდა რაგი და ხეჭებ გასი რა უარ გითხრა რა არ წამართობ თუ რაცი და გამაგებია რა ის რომ მოგცე რა არის რო ომს მაწყებიებდი ეს ჩამიდე მაშინ ეს ან ეს ფული ზელენსკი რო თქვაიცე ამ ებრაელმა რო სადა როგორ გამოკონტროლებ ეს თუ ჩემ არ მოსწონს ეს ფული ეგაც წამოსდა 350 მილიონი როგორ საიდან მოვიდა ეს ფული ვინდა იგარეშე ეს გრანტი იყო და არ რითუნდა ამას მე რო წავეს მაგათაც მაგრამ მაინც ცოდვა მაგრამ ხალხია უკრაინის ცოდვატორი ზელენსკი და მაგის ბანდა არა ცოდვა კაცო
ბატონო ლევან, თქვენ როგორ შეაფასებთ? ეს წინაკვირა არ იყო მაინც და მაინც კარგი ზოგადად უკრაინისთვის, არ იყო თვით ამერიკისთვის კარგი და დასავლეთის სამყაროსთვის და სიმართლეს გეტყვით საბოლოო ჯამში არ ჩვენთვის. ასეთი საქციელი ამერიკის დღევანდელი ხელისუფლების. საერთოდ ამერიკის ყველა ხელისუფლება და პრეზიდენტები, ვინც მოდიოდნენ, იყვნენ გარკვეული სისტემის ნაწილი. ანუ უმეტესობა პროფესიით იყვნენ ადვოკატები, მეორე ადგილზე არიან სამხედროები, გენერლები, მესამე ადგილზე არიან დიპლომატები. ყველა მათგანს ჰქონდა სანამ პრეზიდენტად მოვიდოდა რაღაც გარკვეული სახელმწიფო თანამდებობები გავლილი, ხო? კლინტონი მაგალითად საადვოკატო პრაქტიკის შემდეგ უკვე გახდა შტატის გენერალური პროკურორი, შემდეგ იყო შტატის გუბერნატორი და შემდეგ გახდა პრეზიდენტი, ხო? ბუშიც შტატის ის იყო, რა ქვია, გუბერნატორი იყო, ობამაც სენატორი იყო, ხო? ფოტოშოვის იურისტია ობა. ისიც ადვოკატი იყო. და მანამდეც ხო, ეხლა შილია ლაპარაკი, რომ აი რეიგანის მსახიობი იყო მას. მსახიობობის მე ორჯერ კალიფორნიის გუბერნატორი იყო. შესაბამისად, ამერიკის პრეზიდენტად ყოველთვის მოდიოდნენ სისტემური ტიპები, რომლებიც სისტემურად იყო და აი ბაიდენი ბატონს არ მოწონდა და იგივე ბაიდენი ხო გამოცდილი სენატორი იყო, ორჯერ ვიცე-პრეზიდენტი იყო და ნუ შესაბამისად მისი პოლიტიკაც იყო როგორ მიდიოდა. ამერიკის ტრადიციული პოლიტიკა მიდიოდა როგორც აი არც მარჯვნივ უხვევდა, არც მარცხნივ უხვევდა და მიყავდა სწორად. მოვიდა ტრამპი და ამით აი აბსოლუტურად უსისტემო ტიპი, რომელსაც ერთხელ აქვს ნაპრეზიდენტალი და იმ პირველ ჯერზე ბაქი-ბუქი იყო უფრო მეტად მისი პრეზიდენტობა, ვიდრე საქმე და მოიყვანა სულ თავისთავად ასე ვთქვათ უსისტემო ტიპები და შესაბამისად დაიწყო როგორი მოქმედებები, იცით, რომ ყველასთან შევიდა კონფლიქტში. საბოლოო ჯამში ყველასთან დაждდება და მოილაპარაკებს. იქ ევროპას დაარტყა, რომ ნატოდან გავალო. იქ ზელენსკის დაარტყა, რომ შენ შეგიწყვიტავ, ესე ვთქვათ, დაფინანსებას ომისო და შეუწყვიტა დახმარებას სადაზრო ინფორმაციის მიცემა იარაღის მიწოდება. რუსეთს დაარტყა, უთხრა რომ ახლა თუ არ გაჩერდები და არ წამოხვალ, მე უკრაინას აღუდგენ დაფინანსებას. იგი სანამ დაждდება მოლაპარაკებებზე, ყველასთან ყველაზე მიტანა იერიში. და საბოლოო ჯამში მოკლედ უკრაინის მიმართებაში ეს იმუშავებს, იმიტომ რომ ზელენსკი ჩავიდა ევროპაში, ზელენსკის აღმოუჩინეს ევროპელებმა პოლიტიკური მხარდაჭერა პირველ რიგში, მაგრამ კულუარებში უთქვეს, რომ ჩვენ კი ხართ საგიჭერთ, მაგრამ ამერიკის მხარდაჭერის გარეშე აქ არაფერი არ გამოვა და ჯობია ისევ ამერიკის პრეზიდენტს დაელაპარაკო და საბოლოო ჯამში ზელენსკი, რომელიც წინააღმდეგი იყო ოვალურ კაბინეტში, რომ მიეცა სტრატეგიული, ესე ვთქვათ, ნედრეული ამერიკისთვის, საბოლოო ჯამში კიევში სხვანაირად ალაპარაკდა, თქვა, რომ მე ავღელვდიო, ასე არ უნდა მელაპარაკა ოვალურ კაბინეტში და მზათა ვარ განვიხილო ამ ნედლეულის მიცემის საკითხი და საინტერესო რა, ეს ნედლეულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ანუ ტრამპი დღეს იყოფს ზელენსკისთან მოუკლავი დაცვის ტყავს. იმიტომ ის ნედლეული ჯერ დასაბრუნებელია უკან და მე არის გასაყოფი. გამაშია, ეს არის ყველაზე საინტერესო. რაც არავინ არ ლაპარაკობს ამაზე. საბოლოო ჯამში იგივე ევროპასთან მიმართებაში რა პრეტენზიები ქონდა რომ ნატოდან გავალო, ხო? ტრამპის პირველ პრეზიდენტობის დროს ამ შემთხვევაში ტრამპი არის აბსოლუტურად მართალი. ამერიკა იღებდა ძალიან დიდ უზარმაზარ სახსრებს, მათ შორის ევროპის დაცვისთვის და ზოგადად თავდაცვის სისტემაში გარჯევდა უზარმაზარ ფულს. ევროპა ეკონომიას აკეთებდა ამ სახსრებისა, ის ვიდა რომ აი აგერ არის ამერიკა, რომელიც ჩვენ დაგვიცავს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ეს ფული დავხარჯოთ რუსეთთან ვაჭრობაში, შევიძინოთ მისგან ნედლეული და საბოლოო ჯამში შევქმნათ ის დოვლათი და ბარაკა, რომელიც ჩვენ გვაქვს და საბოლოოდ შექმნეს, ასე ვთქვათ, კეთილდღეობის ოაზისი ევროპაში ამ 500 მილიონმა ადამიანმა, რომლებიც არ ხარჯავდნენ საუდაცვაზე დიდ ფულს, სამაგიეროდ ხარჯებდნენ, ესე ვთქვათ, ტექნოლოგიის განვითარებაზე, სოციალურ სისტემის განვითარებაზე და ამ შემდეგ ყველაფერზე. და ტრამპი ეუბნება, რომ იცით რა შესაძლოა, ნატოს სტანდარტი არის 2%-ია გადასახდელი, ყველა ქვეყანამ უნდა გადაიხადოს მთლიანი შიდა პროდუქტისა თავდაცვაში. და გარდა ამისა კიდე ნატოში არის შენსატანები გასაკეთებელი ბატონებო. თქვენ არ ეხთით ნატოში საწევროებს და მე ვიხდი, თქვენ არ ავსებთ თქვენ თავდაცვის ბიუჯეტს 2%-ამდე მთლიანი შიდა პროდუქტის ამ დანაკლის მე ვარ. რატო უღირდა ბაიდენს, ობამას და წინა პრეზიდენტებს ეს? იმიტომ რომ კი ბატონო, ამერიკა ეუბნებოდა რომ ჩვენ კი დაგიცავთ თქვენ, მაგრამ სამაგიეროდ გადაწყვეტი სიტყვა უნდა იყოს ჩვენი.
საბოლოო ჯამში ევროპამაც ადგა ეხლა და გადაწყვეტით სიტყვა უკვე აღარ უნდა იყოს თქვენი და აქაც თანასწორები უნდა იყოს და მაშინ ტრამპმა უკვე არა პოლიტიკურად, არამედ როიწყვენ ბიზნესურად დასვა საკითხი. მაშინ მე ფულს არ შევიხდი. ეხლა ნახეთ საინტერესო რა არის, პატარა ხო, პატარა პარალელი მინდა გავაკეთო იგივე ივანიშვილთან, რომელიც ასევე ბიზნესთან მოსული ასე ვთქვათ ფიგურა არის, რომ ერთიც და მეორეც სახელმწიფოს მართვას უდგება როგორც ბიზნესის მართვას. რაც ძალიან ცუდია სახელმწიფოსთვის. მაგრამ განსხვავებით ივანიშვილისგან ტრამპი არის როგორი ადამიანი. ტრამპი არ იმალება მის მიერ დაყენებული მარიონეტების გვერდში, თქვა ეს მოვიდა დააყენა ყაველაშვილი, დააყენა თქვა კობახიძე იქ ეს პარლამენტის თავმჯდომარე როგორია პაპუაშვილი და რეალურად საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ივანიშვილი იღებს, ვერც ერთ სერიოზულ კანონს პარლამენტი ვერ იღებს ივანიშვილის გარეშე, ვერც ერთ თანამდებობის პირი ვერ ინიშნება ივანიშვილის გარეშე, სერიოზული საკადრო საკითხი ვერ წდება, ვერანაირი პოლიტიკური საკითხი ვერ წდება, ყველა საკითხს იღებს გადაწყვეტილებას ივანიშვილი, ოღონდ მის ხელმოწერა არც არ არის, მის პასუხისგებლობა არც არ არის. პასუხისგებლობა და ხელმოწერა არის ამ პიროვნებების. ტრამპი ივანიშვილის განსხვავებით დგას როგორც ლიდერი პირველ წინათ ხაზზე. ის პირადად აწერს ყველა აღმასრულებელ აქტს ხელს და ყველა აღმასრულებელ აქტზე კარგზე თუ ავზე პირადად არის პასუხისგებელი. ეს განასხვავებს მას ივანიშვილისგან. თორე ისე როგორც ერთის და მეორეც არის აბსოლუტურად აპოლიტიკური კადრი და სახელმწიფოს უდგება არა როგორც პოლიტიკურ მოვლენას, არამედ სუფთა, ესე ვთქვათ, ეკონომიკური პარამეტრებით და ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლებით, რაც შეიძლება კი არა აუცილებელი, საჭირო და კარგი არის კორპორაციის მართვის დროს და ბიზნესის მართვის დროს, მაგრამ ასეთი მეთოდებით სახელმწიფო არ იმართება. უფალმა მოულინა ტრამპი მსოფლიოს და იხსნას მესამე მსოფლიომიდან. ტრამპი ვერაფერს ვერ მოხსეს, ვერაფერს ერთი კაცი ამის შეუულია მსოფლიომი. ტრამპი საბოლოო ჯამში თავისი ქვეყნის მოგებისთვის იმუშავებს. ჩვენი გადაცემის ეთერი ამოიწურა. ვიცით რომ ბევრი სალაპარაკო გვაქვს, მაგრამ ეთერი ამოგვიწურა. მოკლედ, მადლობა ხელმძღვანელი სტუმრობისათვის, ბატონო. ესეთი იყო ჩვენი გადაცემა. შევხვდებით შემდეგ კვირას 21 საათზე TV+-ის ეთერში. მადლობთ რომ გიყურებთ.